აგერა ოხსნის პროცესი რა. კამფორი რო ავანთეთ დარჩენილი გაზი იყო, მაგრამ შემდეგ ჩაქვდა და წყალი ამოვიდა კამფორიდან. და მე უკვე პრობლემა იყო გაზი გაითიშა. რავი, ახლა უკვე აღარ მოხდა, უკვე ყველაფერი ჩაწყარდა, რას მოხდა, მოხდა. უკვე მრიცხველები გათიშეს, აქ მოვიდა ხელოსნობა, მოუსწრეს თავის დროზე მოვიდნენ. და რეაგირება მოახდინეს, რა, დროულად მოახდინეს რეაგირება და თავარია მშვიდობიანად დამთავრდა. ორი კორპუსი არის კა? კორპუსი ნახევარია რა, ნახევარი კორპუსი ვერ მოახო ისევე. წყალმა შემოვიდა განაცხადი, რომ აბონენტებს შეუწყდათ ავარიულად გაზის მიწოდება. ჩვენ თანამშრომლები საავარიო ჯგუფის გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ აგერ შუა სადარბაზოში მესამე სართულზე აბონენტმა თვითნებურად მიაერთა გამდინარე წყალგამაცხელებელი, რომელიც იკრძალება ჩვენს მიერ. შეეშალა ის წყალი და გაზის შეერთების ადგილი და წყალი შეაერთა გაზის სისტემა შეუერთა წყალი და 32 ოჯახში ცალკე მთლიანად ცენტრალური მაგისტრალი წყლით აივსო და 32-ვე სოჩი კი არის წყლით სავსე. მთელი 4 ბრიგადა მუშაობს. ყველა მრიცხველი უნდა მოიხსნას და დაიცალოს აღნიშნული ამ წყლისგან და ცენტრალური მაგისტრალიდანაც უნდა გამოიდევნოს წყლის ჭავლი. ეს მოიცავს დაახლოებით 4-5 საათი მაინც ჭირდება ამის ყველაფერს და ისევ მოუწოდებთ რა, მთელი 2 კვირა თქვენი ეთერითაც, თქვენი პორტალებზე. ყველა 3-4 ტელევიზიით ვიმეორებთ იმას, რომ თვითნებური მონტაჟი არ შეიძლება, უნდა მოგმართოთ ჩვენ და გირჩიოთ სად, როდის დადგეს, რანაირად დადგეს და კიდევ ხედავთ, რომ აგერ მეორდება ესეთი ფაქტები.